ვთქვათ ხალხო, რასაც ვიძახი რომ სიყვარული და სითბო გავაფიოთ ამ ქვეყანაზე თქო, ამ ადამიანებს ეს არ ესმის და ცდილობენ ყველანაირად რომ აი ძირს დაგვაქვს უნდა გაგვაშალონ მე და მარიამი და აი ეს საშუალება არ მიცით კოალიციას მუსებს ქუთაისს და ლელუს რომ აი მე და მარიამი დავშალონ ხალხო ძალიან გთხოვთ მოგესალმებით ხმა როგორ მომცეთ ბავშვებო და უნდა დარეკოთ ჩემს ნომერზე ან დამიმესიჯოთ ასევე შეგიძლიათ ამორგინო? ჩემს TikTok-ზე დაიდება ხოლმე ვიდეო ასევე შეგიძლიათ მეგობრებო ასევე შეგიძლიათ მესენჯერში ჩემს ლაივში ხარ ფიზიკური დაპირისპირება ამ ადამიანებისთვის არის ამის მნიშვნელოვანი და მოკლედ მეგობრებო ხმის მოცემა შეგიძლიათ მესენჯერით ჰაუსის ოფიციალური გვერდიდან და ასევე შეგიძლიათ ჩემს ნომერზე დარეკოთ და მესიჯოთ დარისხირებულება არის 51 მოკლედ ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ არ ვიცი საიდან ამხელა კონტაქტები და რაღაც მაგრამ ეს მუზიკის ნომერს ზებენ ძალიან ცნობილი გვერდები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გვერდები სადაც არის 9 მილიონი გამომწერი 1 მილიონი გამომწერი და ასე შემდეგ და უჭერენ ხარს არ ვიცი აქ როგორ ხდება ეს ყველაფერი მუზებს დიდი აუდიტორია არ ყავდათ კი მათი რამდენიმე სიმღერა არის სასითვისე ანუ ცნობილს ვერ დავარქმევ 200-300 ნახვა აქვს, მაგრამ ანუ აუდიტორია მუზებს არასდროს არ ყავდათ. რაღაცა მოხდა უცბად მეგობრებო ამ ერთ დღეში და უცბად ქუთაისელებიც უჭერენ მუზებს მხარს, რადგან მუზები გალიდერდნენ და შემდეგ პროექტი გადაარჩენს ქუთაისელებს, რადგან მე ერთხელ უკვე გადამარჩინა პროექტმა. ესეც ერთგვარი კოალიციის გეგმა არის, როგორც ყოველთვის. და მოკლედ ყველანაირად ცდილობენ, ანუ მუზებს ჩაურთეს მე მგონი ეს კრიტერიები რა, ყველანაირად ცდილობენ რომ მუზები გაალიდერონ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ მუზები გახდნენ ლიდერები. შემდეგ პროექტი გადაარჩენს ქუთაისელებს და მე ავტომატურად ვეთიშები ხოლ პროექტს. გეგმა ასეთია. და ძალიან მინდა რომ აი ამ კლიკერებს და რაღაც სისუალებს მაჯობოთ და გაგრძელდეს თამაშის სამართლიანად ერთხელ და სამუდამოდ დაიშალოს ეს კოალიცია. ვისი დაშლაც ძალიან დიდი ხანია გვინდა კოალიციასთან ერთად ვსივარ სტამზე ხალხო მუზებთან და ქუთაისელებთან ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ აი მე გავხდე ხმის ლიდერი იმიტომ რომ მე თუ ხმის ლიდერი არ გავხდები ავტომატურად გამოვეთიშები პროექტს რადგან პროექტი აღარ გადამარჩენს უკვე გადამარჩინა ერთხელ ასე რომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ რომ მაქსიმალურად უნდა ვიცოდოთ რომ მე გავლიდერდე რომ აი ამ კლიკერებს და აი ამ რაღაცებს ვაჯობოთ მაქსიმალურად უნდა ვიცოდოთ რომ კლიკერებს და რაღაცებს ვაჯობოთ მეგობრებო ეს რომელიც ყოველ აცებში ერთხელ აძლევს ხმას და პეგარის და ამას გააქტიურა დიას ამ კლიკერები უკვე ფაქტი არის რის იმედია გუგას იმ ყველაფრის მე რაფიკის შეურაცხყოფებსაც მაყენებენ არ ვიცი მიდის ერთ ადამიანზე თამაში ეს არის უსამართლობა მსგავსი ტიპის რაღაცა პრაიმ ბალსის ისტორიაში არა მუზებსაც ხალხო ანუ დაკარგული აქვს სახე აი მართლა სერიოზულად სახე დაკარგეს რაც აუთსაიდერებს ისიან ჩემთან ერთად სულ აპარაკობენ რომ თითქოს მეც მყავს კლიკერები და აი ახლაც თუ მე ხმის ლიდერი გავხდები თურმე მე კლიკერები მყოლია და ასე შემდეგ რა სისულელია ანუ ხალხო რა კლიკერები და რა ანუ მეღადავებით უბრალოდ მე და ჯავახას ყავს ძალიან ბევრი გულშემატკივარი, ძალიან ბევრი ხალხი ერთად და მანდედან გამომდინარე რა თქმა უნდა ავიღე ბევრი ხმა და გავხდი ხმის ლიდერი თან პლუს ანუ 5000 ხმა რო გამომაკლდა და ინც ხმის ლიდერი რო გავხდი ძალიან გამიკვირდა მაგრამ არ ვიცი მოკლედ ამ პროექტით არ დაწყებულა ჩემი ცხოვრება და რა თქმა უნდა არც გაგრძელდება ისედაც 3-4 კვირაში ეს პროექტი მთავრდება ხო და ფინალი არის უბრალოდ აი ახლა არ მინდა რომ გავვარდი ამ კვირაში იმიტომ რომ აი კოალიციას უნდა და ჩემი და ჯავახას დასმა არ გამოუვიდათ ჩემი დასმა გამოუვიდათ შემდეგ ანუ ისე მოხდა რომ აი ამ სამეგობროსთან და კოალიციასთან ერთად ვზივარ ზურამ უკვე ბევრჯერ გამიჩალიჩა ქუთაისელებმა ზურამ და კუკამ ეს რომ მეგობრებო
მეგობრებთან ერთად მსვავდნენ. ჯერ იყო მეორე ლაივი, როდესაც დამსვეს გვანცისთან ერთად. მოგეხსენებათ, მე და გვანცის ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს დღემდე და პროექტში ძალიან კარგი ურთიერთობა გქონდა. ყოველთვის ცდილობენ აი ვიღაც ჩამომაშორონ, ასე ვთქვათ. ახლა ცდილობენ ჩემ და ჯავახას დაშლას, რადგან ჩვენ ვართ წყვილი და უნდათ რომ ან მე დავტოვო პროექტი, ან ჯავახამ დატოვოს პროექტი, რომ ჩვენი წყვილი დაიშალოს, რადგან ჩვენი კონკურენციის ალბათ ეშინია, თუ არ ვიცი რა ვთქვა. მოკლედ მაქსიმალურად ცდილობენ ვინც ვართ აქ ძლიერი მოთამაშეების შედარებით, ცდილობენ რომ გაგვაშაონ. ისე შემდეგ რა ყველაფერს აკეთებენ ამისთვის. მოგეხსენებათ, თან ქუთაისელები პროექტში არ არიან, უკვე მეორე დღე არის და უფრო კარგად შეცნობენ რომ მოგიწოდოთ რაღაცები. რაც არის ჩემი აზრით კიდევ ერთი ძალიან დიდი უსამართლობა, როდესაც აუთსაიდერის სკამზე ხარ. როგორ მივცე ხმას მესენჯერზე, ბავშვებო, ჰაუსის ოფიციალურ გვერდზე შედით და იქ წერია წესები და ყველაფერი საერთოდ ვითომ წყვილი არ ვართ. არ ვიცი ვინ რას ფიქრობს, რომ მე და ჯავახა რა ვითომ წყვილი ხალხო, ანუ დაკვირვაში ხერთად ვიყავთ წესროლები. პროექტის გარეთ გვაქვს ჩვეულებრივად ურთიერთობა მე და ნიკას და არ ვიცი ვინ როგორ ფიქრობს, რომ ვართ ფეიკი წყვილი და ასე შემდეგ, ანუ არ ვიცი, შოქში ვარ, როგორ შეიძლება იგი ფიქრო ხალხო, ანუ მხოლოდ ბრმად ვერ დაინახავს ჩვენ შორის რა ხდება, ანუ ან სტრიმებზე, ან ვიდეოებში, ანუ მხოლოდ ადამიანი, ვისაც ამის დანახვა არ უნდა, მხოლოდ ის ვერ დაინახავს. მუზეებს აქვთ ხალხო სახე დაკარგული გუშინ. ჩვენს ახალ მონაწილეს ტასოს გამოუტანეს ჰაუსში. თავის ახალდაწყებული ურთიერთობა, რაც ურთიერთობაც არ ქვია ჯერ ამ ყველაფერს. ყველაფერს აკეთებენ ადამიანების გასაშავებლად. ჩემი პაროდია გააკეთეს. თუ ჩემი გაკეთებული პაროდია არ მოეწოდათ, მათ რატო აკეთებენ ჩემს პაროდიას? ყველაფერს აკეთებენ, იმ დონეზე აქვთ სახე დაკარგული ამ ადამიანებს. ჩემი გვანის წარმოშობას მოხდებიან. ყველაფერს აკეთებენ ხალხო, მართლა ყველაფერს აკეთებენ. რა შაბლავში აღარ ხარ? როგორ ყვირივა? ჯავახა, ვიწე. აი ჩემ ჯავახა მარიამთან ერთად წელს. მე მგონი მოუწევს მალე ამ მარიამთან დაძინება ხო? არა, მე მჯერა ყველაფერს გააკეთება. ლაივი არის ხვალ ბავშვებო 11 საათზე და ხვალ გავიგებთ ვინ დარჩება პროექტში. ახლა ხმის მოცემა შეგიძლიათ ჰაუსის ოფიციალური გვერდიდან მესენჯერით და ასევე შეგიძლიათ დამირეკოთ და დამიმესიჯოთ 09033333. რუსთავიორზე. ხალხო! ხმა მიეცით მარიამს, აუცილებლად ხმა მიეცით მარიამს, რომ ანუ გავიმარჯვოთ კოალიციასთან, გთხოვთ კი. აი მეც ეგ მაქვს, რომ აი ოღონდ ამ კვირაში გავიმარჯვო, რომ აი ეს კოალიცია დაიშალოს ხალხო, თორე ისეთებს აკეთებენ, ისეთებს კადრულობენ, რომ გაგვაშაონ. უკადრებულ რაღაცებს კადრულობენ. იმდენი ცილის წამება, იმდენი შეურაცხყოფები. რა საყვარელი ფოტოებია, ნახე? რომელი? ჩემი და შენი. და რომელი? მეც ვნახავ. მარიამ ChatGPT-მ თქვა რომ შენ გახდები ლიდერი. ხო, ChatGPT-მ საიდან იცის ვინ გახდება ლიდერი? შოქში. როგორ თქვა, ანუ რანაირად ითვლის ChatGPT? ხალხო, მუზეების ფოტოები და ნომერი იდება ძალიან ცნობილ გვერდებზე. არ ვიცი რანაირად და როგორ, აი 9 მილიონი გვერდები, ფოლოვერებიც ეს გვერდები რა, ქართული.
რაღაც ისინი რო არის ხო იცი? ეგენი დებენ ამათ ნომრებს, ყველაფერს აკეთებენ მოკლედ, რაღაცები გავიგე. რომ ცდილობენ მუზების გალიდერებას, ქუთაისელებიც აძლევენ მუზებს ხმას და მოუწოდებენ ხალხს, რომ მუზებს მისცენ ხმა, რადგან თვითონ აქვთ სანქცია და ჩემი აზრით მე ვფიქრობ, ხოლმე დაემატებათ აუცილებლად სანქცია და გამოაკვდებათ ხმები. ასე რომ სტრატეგიულად ფიქრობენ და მოძრაობენ და მუზების გალიდერება უნდათ, შემდეგ კი პროექტი გადაარჩენს ქუთაისელებს, რადგან მე უკვე გადამარჩინა ერთხელ პროექტმა და აი ასე ჭკვიანურად აკეთებენ, რომ მუზები გალიდერდნენ, ქუთაისელები პროექტმა დატოვოს და აი მესელამაზეც წავიდეს სახლში. ასე რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ყველაფერი არ გამოვიდეს. აი 2000 კაცი მიყურებს. თითო ხმა მაინც რომ მომწეთ, ესეც ძალიან მაგარი იქნება, რომ არ დავიზაროთ და ამ კოალიციასთან გავიმარჯვოთ. მარინერველ 12345 ხმა მოგეცი. რა მომენტ 12345 ხმა როგორ მომეწყო? მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ბავშვი. ხმები არ იგზავნება და არ ადასტურებენ დიდხანს. ეგ ვიცი წინაზეც იყო ასეთი პრობლემა და ზოგადად მესენჯერი ცოტა ჭედავს. ავიდოი წეს ვიღაცა. სანქცია ლელა ჯონსო. და სანქცია ლორენცოს თუ კონდა სანქცია წყალი რო შეასხა ფონდოს ლელუს რატო არ უნდა კონდეს სანქცია წყალი რო დაასხა ლორენცოს რა თქმა უნდა მარიამ შემოთავაზება გვაქვს და თუ შეგიძლია შემოწმოთ პირადი შეტყობინება ლაივს რომ გავთიშავ აუცილებლად შევამოწმებ შემოხედე ნიკა გავათანებ დღეს ბოლოში მე თუ ძალიან ისე ვარ აი არის თავი არ მაქვს დღეს ბარგიც უნდა ჩავალაგო მესამეჯერზე ვარ აუთსაიდერების კამს და ბარგი არ ჩამივაგებია არასდროს იმიტომ რომ აი დარწმუნებული ვიყავი და დავბრუნდებოდი რა სახლში მაგრამ ახლა ისეთ ხალხთან ერთად ვსივარ ამ კლიკერებიან ხალხთან და მართლა აი შეიძლება რომ არარეალური ხმების რაოდენობა დაიდოს ხვალ აი მეშინია და სერიოზულად უნდა ჩავალაგო პარკი და მოვემზადო რომ რამე ხვალ აქედან წასისვლელად აი კაბო ჩემ ლაივში მუზების ნომერს ანუ რატო წერთ კაბო დიანამრეებიც გააკეთა დღესაც ამბობს სტრიმზე ვისთან გექნებოდა ჰაუსიდან სიყვარული ურთიერთობოდა ჯავახასთანო და ანუ დიანა როგორც იქცევა და რასაც აკეთებს ანუ ეს თქვენ ნორმალური გონიათ ანუ ხო დიანასნაირად რომ მე მოგცეულიყავი წარმომიდგენია რომ ხოლმე ჰეიტი წამოვიდო და ჩემზე ანუ მარშეში მგოგოებს დრამა ქვია ხედავთ ვინ არის მე შეშებული ვარ ხო თვითონ არიან თვითონ აქვთ ენაზე ბიბლი დასაჯერეთ არა მე ჩემზე ლაპარაკობ. ისთან ერთად ზიხარ, ხაისელებთან და მუზებთან ერთად. მუზიკის ჩატში რაო? აი, ნახე რა საყარელი. ახლა იტყვის ხოლმე ვიქტორა და იგი იმიტომ თქვა რომ შენ გამოიწვია. ხო რა თქმა უნდა, ჩემ გამოსაწვევად. რა? ნიკა რა?
პროექტს გარეთ აღარ გექნება შენ და ჯავახას ურთიერთობა, რა თქმა უნდა გვექნება. ჯავახაც აქ არის, ნიკა არ მაქცევს ყურადღებას. როგორ ვაზიარებ და ვაწერ შენ ნომერს ყველა. ნუ ამრას საყვარელი. ნაკაც ბავშვობა ახლა უნდა წავიდე. ძალიან გთხოვთ, ჩემი შემატკივრებს. ველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ აი ამ კოალიციასთან გავიმარჯვო ამ კვირაში. უბრალოდ მინდა რომ დაიშალოს ეს კოალიცია, თან ერთჯერ უკვე აღარ მაინტერესებს არაფერი. ბავშვებო, 01 არ არის ჩემი ნომერი, აქ სპამავენ, ვითომ ჩემი ნომერია. ეს არის მუზების ნომერი, ჩემი არის 09033333, არავის არ აგერიოთ, ყველაფერს აკეთებენ რომ მუზებმა აიღონ ხმები, არ ვიცი ვინ არის ეს ხალხი, ვინ დაარიგა, მაგრამ ძალიან სერიოზული რაღაცები მიდის აქ, ვერ ხვდები რა ხდება. მუზების ჩატში შენც გლანძღავენ და ჩვენც ვიცი და აი ჩემ ჩატში მაგალითად ვერ იპოვით რომ ვინმეს ლანძღავს. ავედი ბავშვებო და მოკლედ ყველაფერს კარგ გისურვებთ და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ყველაფერი ისე იქნება როგორც არა გავიდე და რა ხე ტიკტოკზე? არა